არის სტილის არხი რადიო იმედზე. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა რადიო იმედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და თბილისის დროით გახლავთ 11 საათი 21 წუთი. ჩვენ ახლა ნარკორეაბილიტაციის თემაზე სასაუბროთ რადიო იმედის სტუდიაში სარეაბილიტაციო ცენტრის გამოსავალი დღის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი სერგიას მასპინძლობ სტუდიაში. გამარჯობა. სალამი. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. დღეისთვის ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ საკანონმდებლო სივრცეში კვლავ მუშაობენ ნარკოპოლიტიკაზე, ისევ საუბარია რაღაც გამკაცრებაზე და ასია თუ ისე, როგორც არ უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც პერიოდულად იცვლება ხოლმე, ისეთი სივრცე, როგორც არის სარეაბილიტაციო ცენტრი, მუდმივად ინარჩუნებს თავის ღირებულებას, საჭიროებასა და მნიშვნელობას და სწორედ ამ ასპექტში სარეაბილიტაციო ცენტრისა და ნარკორეაბილიტაციის შესახებ არსებულ შესაძლებლობებზე, არა მხოლოდ ლოკალურად საქართველოში, არამედ თანამედროვე რეალობაში, როგორი მოცემულობა გვაქვს სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოგიწვიეთ აქ. გიორგი, შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ეს გზა გამოიარე საწყისიდან ნარკო დამოკიდებულებიდან ნარკო რეაბილიტაციამდე და ახლა ხარ თავად რეაბილიტატორი და სხვებს ეხმარები რომ ეს ყველაფერი დაძლიონ. მოდი ჩვენი დიალოგის დასაწყისში გითხარი შენი გზა ძალიან მოკლედ აღვიწერე და მე უკვე ვისაუბროთ რეალურად რა საშუალება არის და რამდენად ეფექტიანია ნარკო რეაბილიტაციის კუთხით სარეაბილიტაციო ის ცენტრები რომელიც ჩვენთან არსებობს. მადლობა, ზაზა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მადლობა რომ მოახერხე მობრძანდი. იმიტომ რომ უნიშნელოვანეს საკითხზე ვსაუბრობთ, როგორ არის რეაბილიტაცია, რატო? იმიტომ რომ მოდი ხო აი მოკლედ ჩემი ცხოვრების მოკლედ მოყოლა ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ნუ არა უშავს, მაგრამ ხო, ნუ ძალიან პატარაობიდან დავიწყე ნარკოტიკის მოხმარება, ხო აი არ ვიცი 14 წლიდან დავიწყე ნარკოტიკის მოხმარება, სამწუხარო რეალობა ისაა რომ მარიხუანას რატომღაც ეძახიან რომ სუბუქი ნარკოტიკია ბჭყალებში, ნუ ამას აქვს რაღაც თავის ახსნა, მაგრამ ნარკოტიკი და სუბუქი მძიმე ეგეთი რაღაც ცოტა არ არსებობს. და 16 წლიდან ინტრავენული მოხმარება, რომელიც გაგრძელდა 25 წელი. და დღეს უკვე 4 წელია ხიზელი ვარ. და უმძიმეს გზა გავიარე ჩემი ცხოვრება რაც არის ხო ნუ ამდენი წლების მოხმარება რა თქმა უნდა ძალიან დიდად აისახა ჩემ ფსიქიკაზე ჩემ ფიზიკურ მდგომარეობაზე ფინანსებზე მორალურ საკითხებზე აისახა ურთიერთობებზე აისახა და ასე შემდეგ ხო ნუ აი ხა ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ეს ყველაფერი ავხსნათ მაგრამ მთავარი რაც არის ის რომ მთელი ცხოვრება ვიძახდი ეს რაღაცას რომ ერთი ადამიანი მანახეთ ვინც რეალურად შეძლო თავის დანებება და მე მეც დავიჯერე ხო წლების განმავლობაში შემოთ მე არ ვიძახდი იქ რაღაცა იძულებით სიფხიზლეს იქ რაღაცა ორი თვე არა აი რეალურად ვინც შეძლო წლების განმავლობაში ამისგან განთავისუფლება და ნახე ეგეთი ადამიანი რომლებმაც დაახლოებით იგივე სარეაბილიტაციო გზა დაიარეს. რასაც ახლა შენ სთავაზობ და თქვენ ვცდილობთ რომ შესთავაზოთ სხვაებს. ზუსტად ნახე ზაზა ერთ-ერთი ყველა დიდი თრითის ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი და საერთოდ რეაბილიტაცია არის მიმზიდველი არის ის რომ სტაფის 70% დაახლოებით, ყოველ შემთხვევაში დამოკიდებულების კონსულტანტების 80% თვითონ ამ გზა გავლილი არიან, ვინც ეს გზა გაიარა და ნახეთ გარდა ცოდნისა ამ ადამიანებს აქვთ პირადი გამოცდილება, იმიტომ რომ კარგად ისიც ახლა აღარ ვიტყვი, ბევრს არ ვისაუბრებ მაგაზე, რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ცოდნა არ ეხმარება ადამიანს. იმიტომ რომ გამოცდილება და ცოდნა ბევრად დიდი საგანძურია, ვიდრე მხოლოდ ცოდნა, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნახეთ როგორი რაღაც არის დამოკიდებული ადამიანი რომელიც იწყებს გამოჯამრთელებას პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ვერც კი ხვდება რა ტკივა ანუ ვერ გიხსნის რა ტკივა რა აწუხებს რა პრობლემა აქვს უმეტესად იმიტომ რომ თვითონაც არის სახელის დარქმევა და ზუსტად ამ შემთხვევაში ის კატეგორია ადამიანების რომელსაც ცოდნა და გამოცდილება აქვს ის ზუსტად არ ქმევინებს თავის პრობლემებზე სახელს მინიმუმ ენა ჟესტიკულაცია ფორმატი და პრობლემის არსი გამოვლილი აქვს და ნახეთ გავაჯილდება. კი, ზაზა ნახე, მთელი ცხოვრება დამოკიდებულ ადამიანებს ეუბნება რომ უნდა დაანებო, მაგრამ არავინ არ უხსნის როგორ.
და ზუსტად რეაბილიტაცია რა არის, იცით? არავინ მუშს არ გიტყავს რომ უნდა დაანებო, უბრალოდ გეუბნებიან თუ გინდა რომ დაანებო, ჩვენ რა გიხსნით როგორ, გასწავლით როგორ. აი ეს განსხვავებაა. იცი რა, ეს კიდე ცალკე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა ხო ვიცით ხო ეს ფრაზა, როცა აღიარებ რომ რაღაცა პრობლემა გაქვს, უკვე დიდი საწყისია და ნახევარი საქმე ლამის გაკეთებულია, ხო? რაღაც კუთხით. მაგრამ იმ კონდიციამდე მისვლა რომ ბოლომდე აღიარო რომ გინდა თქვათ მიიღო ეს შესაძლებლობა რომელიც პირობითად ნარკო რეაბილიტაციის ცენტრში არის და მეორე არის უკვე მიმღებლობის მერე მისი აღსრულების შესაძლებლობა. კი. და ახაც ალბათ ინდივიდუალური მეთოდოლოგია ცალკე გამოწვევა იქნება. ნახე როგორ რაღაცა. კი, ნახე ზაზა პირველ რიგში მინდა ერთი რაღაც აღნიშნო, რომ აი შენ როგორც აღნიშნავ ნარკო რეაბილიტაცია. ნახეთ კი, მხოლოდ ნარკოტიკები არ არის აქ ამ შემთხვევაში, ხო? ნახეთ, ალკოჰოლი, თამაში, იგივე გემბლინგი, იგივე ნარკომანია, ძირი ერთი აქვს. დამოკიდებულება აქვს ძირი. და ამიტომ ჩვენთან რეაბილიტაციაში მხოლოდ ნარკომომხმარებლები არ მოდიან. მეცაც გეტყვით კიდე უამრავი სხვა პროფილი გვაქვს, მაგრამ მოდით მე კონკრეტულად ამ სამ თემაზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე იმ კატეგორიის ადამიანებს ვეხმარებ, ვისი გამოვლენებაც ალკოჰოლი, ნარკოტიკი და გემბლინგია თამაში, ხო? ნახე, ზაზა, რეალურად ყველა სხვადასხვა გზა ვინ რატო დაიწყებს გამოჯანმრთელებას, ხო? ვიღაცას ფინანსური პრობლემები შეექმნება, ვიღაცას ემოციური პრობლემები შეექმნება, ვიღაცას ფიზიკური პრობლემები შეექმნება, ვიღაცას ურთიერთობებში შეექმნება. ვიღაცას რაღაცა მოვიძგა და აიძულა. აი ეგა, მაგრამ როგორც შენ უკვე აღნიშნე, აღიარება იმის რომ პრობლემა მაქვს, ხო? მაგაშიც ვეხმარებით ადამიანებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩემი ფსიქიკა მაჩვენებს რას რომ აი თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები ბევრად უკეთესად ხედავთ რა არის ჩემი პრობლემა რომ მე უკვე პრობლემა მაქვს უფრო სწორედ ვიდრე მე იმიტომ რომ ჩემი ფსიქიკა მეტნაკლებად მიცავს იმისგან რომ ვაღიარო რომ მე პრობლემა მაქვს იმიტომ რომ თუ ვაღიარე პრობლემა მაქვს დახმარებას უნდა ვითხოვო ხო რომ მომეხმარეთ და თუ ხედავ რომ დახმარების შესაძლებლობა არ არის ან ზოგადად არ მაწყობს სიახლის მიღება ეგ უკვე სხვა თემაა ხო მაგრამ მაგაში ვეხმარებით თავი ნახეთ არის ფაქტები როდესაც ოჯახის წევრებს მოყავთ თვითონ არა აქვს სურვილი მაგრამ ოჯახის წევრებს მოყავთ და პირველადი კონსულტაციის შემდეგ აი ჩვენი პირველადი კონსულტანტი ვინც არის ხვდება და მას კარგი კუთხით ანახებს რა არის მისი პრობლემა ანუ თვალის ახელა იმაზე რომ პრობლემა აქვს ანუ შეიძლება ვიღაცის ხათრით მოვიდეს და ამ ერთ მოსვლაში უკვე თვითონ დაინახოს რომ ხათრი კი არა თვითონ ჭირდება ნახეთ პროცენტულად თუ ავიღებთ ძალიან იშვიათია როდესაც ადამიანი მოდის და იძახის რომ აი მე მაქვს პრობლემა მე გადავწყვიტე და მორჩა და უკან არ უდგას ადამიანები რომლებიც მოეხმარენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში აქამდე მოსვლაში თუნდაც კი დაახლოებით მესმის ალბათ ინდივიდუალურია ესეც მაგრამ რა პერიოდია საჭირო იმისთვის რომ სრულად განიკურნოს ზაზა ნახე ძალიან საინტერესო კითხვა კითხვაც არის მესმის რთული კითხვა არ არის ნახე ზაზა კარგად მესმის შენიც და კარგად მესმის სოციუმის როდესაც იძახიან რომ განიკურნოს ნახე ძალიან დიდი განსხვავებაა განკურნებასა და გამოჯანმრთელებას შორის ნახე რომ დაფიქრეთ ერთ და იგივე სიტყვა მაგრამ არა ერთ და იგივე სიტყვა ამაში ასოციაციას ვერ ხედავ და რატომ გითხარ ნახე გაგიხსნი განკურნება ნიშნავს რომ გამთავისუფლდე დამოკიდებულებისგან ზუსტად ნახე აი რისი თქმა მინდა და რისი ახსნა მინდა და რასაც ხშირად უხსნი და რაც სოციუმს ძალიან ერევა საზოგადოებას იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს ნახე მოხმარება და დამოკიდებულება სხვადასხვა რამეა და ადამიანებს გონიათ რომ ეს ერთი და იგივეა. კი, იმიტომ რომ ახმადობაში ხო, ახმადობაში ერთი და იგივეა. არა, ნახე, დამოკიდებულება არის ის პრობლემა, რომელიც მოხმარებას, ხო? ამიტომ ადამიანები შეიძლება გამოჯანმრთელდნენ და მთელი თავის ცხოვრება აღარ მოიხმარონ, მაგრამ დამოკიდებულების საწყისი ჩემში დარჩეს და ეს რას ნიშნავს, ნახე, იმას რომ თუ განვიკურნე ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. ზუსტად. აი, მთელი ცხოვრების საკონტროლებელია. ეს მქონდა ასე ვთქვათ, მეორე კითხვათ, რომ ერთი არის სრული განკურნა თუ აღმოფხრა პრობლემის, მოდი ასე ვიტყვი, უფრო განვაზოგადებ და უნივერსალურს გავხდი, პრობლემის აღმოფხრა და მეორე არის რაღაცა პერიოდულობით ამ პრობლემის ჩაცხრობა. ხო,
ნახე და ჩვენ სანამ შემოვიდოდით საუბრობდით ხო არსებობს რაღაცა თქვა სიტყვაზე ვიძახი აი ჩემი პირადი გამოცდილება ნანახი უამრავი მეგობარი თუნდაც სფერო რომელშიც დღეს მუშაობ ხო აი პენიტენციური სისტემიდან გამოსული ადამიანი ფხიზელი არავინ არ რჩება ხო იქ ხო იძულებით ფხიზლები არიან ვიღაცები წლების განმავლობაში და 10 წლეულების განმავლობაში არიან ფხიზლები მაგრამ ფაქტი რას გვაჩვენებს ხო რომ ეს ადამიანები რომელიც პენიტენციურ სისტემას ტოვებენ ისე ვიწყებენ მოხმარებას იმიტომ რომ ზუსტად აქ არის განსხვავების პრობლემა მაინც დარჩა აი ზუსტად აქაა განსხვავება ნახე ესე იგი როგორც ხვდები შეიძლება იმიტომ რომ კი არ იმკურნალეს უბრალოდ თავი ქონდა ჩეკავებული კარგი ის რომ თქვა მოხმარებაზე უარი თქვა მაგრამ შენელებული მოქმედების თუ შეუნელებელი მოქმედების ნაღმი რჩება მომავალ პერიოდში რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება დაუგეგმავადაც და მექანიკურადაც ამან აიძულოს ეს ადამიანი რომ ისევ გაიხსენოს ეს მოქმედება ზუსტად ეს არის რომ მაგას სწავლობენ რეაბილიტაციაში ერთი ფხიზელი როგორ დარჩეს და მეორე კონკრეტულ სიტუაციებს როგორ გაუმკლავდეს რა სიტუაციების მას აიძულებდნენ მოხმარებას აი ამას როგორ გაუმკლავდეს სოციალური ფონი რაღაცა შემადგენლობა ბევრი რამ პრობლემა და ასე შემდეგ. მე ბევრისგან გამიგია თუნდაც თამბაქოს მოწევაზე, აი რაღაცას რო ნერვიულობ უნდა მოვწიო. ნუ ესეც ნუ მისი ფიქცია არის. არსებობს გარკვეული პერიოდი, როდესაც ადამიანს მიზეზი ჭირდება რომ მოიხმაროს, მაგრამ არსებობს როდესაც რაღაც სტადიები აქვს მოხმარებას, ხო? ერთ-ერთი სტადიის შემდეგ, აი თქვა მეორე სტადიის შემდეგ ადამიანი უკვე მას მიზეზი აღარ ჭირდება. მისი მიზეზი უბრალოდ იმითოა რომ იარსებოს, მაგიტომ უნდა მოიხმაროს რა. აი უბრალოდ იმიტომ რომ იარსებოს. და მის ტვინს გონია რომ თუ არ მოიხმარს ვეღარ იარსებებს, ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, ვერ იმოქმედებს, არ ვიცი, ვერ იქნება პროდუქტიული, ვერ იქნება ოჯახის წევრი, რაც შემდეგ. და ეს ყველაფერი არის ილუზია. ნუ ფიქცია რომელიც თვითონ შეიქმნა და ამ ილუზიურ სამყაროში მე მაგრამ მის ტვინს ესაა დასწავლილი. ეს აქ დასწავლილი რომ პრობლემა შევექნა, გავიქეცი, ცუდ ხასიათზე ვარ, გავიქეცი, გაქცევას ვიზახი მოხმარებას. კარგად მინდა ვიყო მოიხმარ, კარგად თუ არ მოდი მოიხმარ და უფრო კარგად გავხდები. ხვდები და აი ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდეს. მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახი, ნახეთ, ჩვენი რეაბილიტაცია არის მინიმუმ 1 თვიდან 3 თვემდე. ხო, 3 თვე. არა. ოღონდ ნახე შემდეგ საერთოდ ნახეთ ეს ქართული რეალობა თორემ სოფლიოში რეკომენდაცია არის 3-დან 6 თვემდე. თან მარი კატეგორია ადამიანის ვის ჩვენთანაც რჩება ხოლმე. მაგრამ ნახეთ ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის იმის ბაზა. ანუ ჩვენ რეაბილიტაციაში ბაზას ამზადებს, სწავლობს რა არის დაავადება, საიდან მოდის დაავადება, როგორ გაუმკლავდე მოხმარების გარდაულახავს სურვილს და ასე შემდეგ. მაგრამ არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც მთელი თავის ცხოვრება უნდა დაიცვას. არის ხოლმე რომ პერიოდულად კომუნიკაცია სჭირდება თქვენთან? სულ გვაქვს. ჩვენ ბენეფიციარები რომლებიც სერვისის ნაწილი ნახე სერვისის ნაწილზე მეტად მეგობრობა. ხო, ნუ სერვისის ნაწილი ჭყალებში მიგულისმე და ხელით იმიტომ მივანიშნე რა. იმიტომ რომ აქ ახლა ეს ხო არ არის სტანდარტული მოხმარებლის და 80% ადამიანთა რომლებიც ამთავრებენ ჩვენს რეაბილიტაციას, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას და ნახეთ არსებობს გარკვეული რეკომენდაცია ესეთი უფასო ჯგუფები, მოდით ანონიმურობას დავისვავ და პირდაპირ არ ვიტყვი, თუ იმას რაღაც დაჭირდება ჩემპიონა ადვილი არის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემპიონა და მე უკვე დავაკვალიანებ სიამოვნებით, არსებობს უფასო ჯგუფებიც, რომლებშიც ადამიანები გარკვეულწილად მე აგრძელებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან, რომ ესე ვთქვათ ხშირ შემთხვევაში ნახეთ ადამიანებს წრე რომელიც დარჩათ არიან ყველა მომხმარებელი და რა თქმა უნდა გამოჯანმრთელებაში მყოფი ადამიანის ყოველდღიურობაში იყოფნა ჩავარდნის ძალიან დიდი ალბათობა ხო და ამიტომ რაღაცა არის ესეთი შეხვედრების ადგილი სადაც ერთმანეთს ხვდებიან არ ვიცი ჩაისვავენ ყავასვავენ საუბრობენ პრობლემებს განიხილავენ ერთ სიფტყეზე მყოფნი ერთმანეთს დაეხმარონ დარჩნენ ამ ზონაში.
მოხმარებაზე უარის თქმა გასაგებია შედარებით ადვილია, მაგრამ შედარებით, მაგრამ თავი და თავი ყველაფრის არის ეს დამოკიდებულების ჩვევის გამომუშავება თუ რა არის არ ვიცი. აბსოლუტურად ყველა ადიქტოლოგი მრავალწლიანი კვლევის შედეგად ჯერ ერთი რაც მინდა პირველ რიგში თქვა, რომ სოფლიო ჯანდაცვამ დამოკიდებულება და ავადებათა ნუსხაში შეიტანა. და მიმედია საქართველოს მალე მივალთ მაგამდე რომ არა უკვე ნაწილობრივ შეტანილიც არის და აღიარებენ, მაგრამ ამას სჭირდება მოკლედ კიდე რაღაცეების გავლა პროცედურების ხა აქ არ მინდა მაგაზე საუბარი და მეორე რის თქმაც მინდოდა რომ ხო ანუ რეალურად თვითონ ეს პრობლემა დამოკიდებულება, მოდი დავარქვათ მიჯაჭულობისკენ მიდრეკილება, ბევრად ადრე იწყება ადამიანში, ვიდრე ის დაიწყებს მოხმარებას. ანუ ნახეთ, მოხმარება უკვე გინდა ალკოჰოლის, გინდა ნარკოტიკის, გინდა თამაშის, ეს უკვე გამოვლინება, თორე ეს აი მრავალი წელი გროვდებოდა ადამიანებში, მრავალი წლის განმავლობაში და უამრავი ფაქტორი განაპირობებს ამას და რეალურად ზუსტად გაუთვითცნობიერებლად სამყაროსგან გაქცევაა. იმიტომ რომ სამყარო შენთვის მიუღებელია, ისეთი როგორიც არის. ამ პროტესტის ფორმა ან თვით იმუნიტეტის ასე გამომუშავება ან რაღაც ნაწილში. ხო, პროტესტი არის ის, რომ არ მომწონს სამყარო და პროტესტს ვაცხადებ, ხო? სამყარო ბრჭყალებში, ანუ სამყაროში მოიაზრება უამრავი რამის მას გარშემო. ოჯახი, სოციუმი, რაღაცა. ნახეთ, ჰიპერმზრუნველი ოჯახი და ზრუნვალობა მოკლებული ოჯახები. ორივე ერთ დონეზეა, ისეთ. ისე როგორც ზედმეტი არაფერი ვარ გადანაკლები არაფერი. შუალედის პოვნაც აერთო ცალკე. კი. აი, ნახეთ, მე არ მინდა რომ რაღაცა მშობლებს დავაუბრალო, ღმერთმა დაგვიფაროს, ხო ყველა მშობელის დის შვილს ისე როგორც შეუძლია, როგორც იცის და ცდილობს საუკეთესო გადასცეს, მაგრამ წარმოდგენების კაჩოში. უამრავ პატარ-პატარა შეცდომებს უშვებენ, რომელიც ჩვენ მშობლებს გგონია რომ არაფერი არ არის, მაგრამ აი პატარ-პატარა ტკივილებს და ტრამვებს აყენებს ბავშვებს. და ეს გროვდება და შეიძლება მათ შორის გამოვლინდეს მიჯაჭულობაში? კი. მიჯაჭულობა შენ ახსენ რომ დაავადებათა ნუსხაშია. კი, დამოკიდებულება. ხო, მიჯაჭულობა დამოკიდებულება. რამდენად რეალურია მისგან საბოლოოდ განკურნება? მაგალითად მე ვიცნობ ადამიანებს, არა მსთუზე გამიგია, ვიცნობ ადამიანებს, რომლებთანაც კონტაქტი მაქვს, საქართველოში არ ცხოვრობენ, მოღონთ, რომლებსაც 20 წლიანი, 25 წლიანი მოხმარების მერე 30 წელია ფხიზელია. სიფხიზლეს ციტას გულისხმობ, სრულ სიფხიზლეს გულისხმობ. ის კი არა რომ რაღაცა ნემს აღარ ვიკეთებ და მარიხუანას ვეწევი ან ალკოჰოლს ან სიგარეტს არ ვეწევი და ელექტრონულზე გადავედი სიგარეტს არ ვეწევი. ჩანაცვლება არ აქვს. სრული და ისეთ ადამიანებს რომლებსაც აქვთ თქვა 15-20 წლის სიფხიზლე, ესეც უამრავს ვიცნობ და საქართველოშიც არიან უკვე ადამიანები რომლებსაც თქვა 10 წელი, 12 წელი, 8 წელი, 5 წელი, ესეთი ანუ გარემო ფაქტორები ვერ ახერხებს მის შეცვლას. ხო, ნუ თავის თავზე მუშაობ. იცი რა არის? უამრავ ადამიანს ვისწრაფ, უამრავ ადამიანს ვისწრაფ უკვე, აი ათეულებზე აღარ არის ლაპარაკი, ასეულებზე ლაპარაკი, ვინც წელიწადზე მეტია ფხიზლები არიან, 2 წელიწადზე მეტი ფხიზლები არიან და ვინც ნახეთ, ვისაც ყოველდღიური მოხმარება ქონდა, გინდა ალკოჰოლის, გინდა ნარკოტიკის და გინდა თამაშის, ის მიხვდება მე რა თარიღებზე ვლაპარაკობ. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი შეიძლება ვიღაცისთვის ეს რაღაცა პაუზა იყოს. რა, 1 წელი რა მოხდა რომ ფხიზელი არის, ხო, მაგრამ იმ ადამიანების რომლებიც 10-15 წელი ყოველდღიურ მოხმარებაში იყვნენ და რომლებსაც 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, რომლებსაც ნახეთ ხელმისაწვდომობა აქვთ. ისინი არ არიან პენიტენციურ სისტემაში, არ არიან სადღაც ტყეში გადაკეტილები, ან სახლში ჯაჭვით არ ყავდამული. არა, ყოველდღიურ ცხოვრებას ცხოვრობენ. იგივე შეუძლიათ გააკეთონ. აუცილებლად ხელმისაწვდომობა აქვთ. ამ ყველაფერს და პირიქით ნახეთ, არამც თუ არ მოიხმარენ, საზოგადოების ჯანსაღი წევრები გახდნენ, ხო? მუშაობენ, სწავლობენ და მუშაობენ ასე შემდეგ და რა ვიცი, ოჯახები შექმნეს და ძალიან ბედნიერ ცხოვრებას გადიან. გიორგი, მესმის ეს ალბათ თალკე სტატისტიკის ამბავია, მაგრამ მე ახლა გითხობ შენი პირადი გამოცდილებიდან. შენ ახსენე
ნარკოტიკული თრობა, თქვათ ალკოჰოლური თრობა და თამაშზე დამოკიდებულება. ნარკოტიკულს განსაკუთრებით ალბათ და ალკოჰოლურ თრობასაც აქვს ზემოქმედება ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფსიქოლოგიურზე სამივეს, მაგრამ ფიზიკურ ზემოქმედებაზე ნარკოლოგიურს ალბათ განსაკუთრებული. მაგრამ ფიზიკურზე არ აქვს ასე ვთქვათ ვიზუალური გამოვლინება თამაშს. რომელიც დღეს ერთი ასეთი კითხვა მაქვს. დღეს შენი დაკვირვებით თამაშ დამოკიდებულნი მეტობაში არიან ვიდრე ნარკოანთრობით? არა, ვერ ვიტყვი. ესეთი ზუსტი სტატისტიკა ნამდვილად არა მე ამიტომ გეკითხები შენი პირადი შეხედულებით. იმიტომ რომ მე რაღაცა თითქოს ეს განცდა მაქვს ან რაღაცა რაოდენობაში არა ესე ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტი ერთია რომ სამივე გამოვლინების მქონე ადამიანები ძალიან ხშირად გვაკითხავენ. უბრალოდ ნახეთ როგორი რაღაცა არის. თამაშ დამოკიდებული ადამიანისთვის ოდნავ უფრო რთულია აღიარება. ოდნავ უფრო რთულია, რატო? ნახეთ, როგორც შენახსენე, ნახე, აი ნარკომომხმარებელს ხო ფიზიკური აბსტინენცია აქვს. მინდა გითხრათ, რომ თამაშ დამოკიდებულსაც ეგრეთ წოდებული წაგა ზამასკას რო ეძახიან, ეგ ჩვეულებრივი მოთხოვნილება არის იგივე. არა მარტო ფსიქოლოგიური, ფიზიკური მოთხოვნილებაც არის. იმ ჰორმონების მიღების, რასაც თამაში იწვევს და იგივე ჰორმონების მიღებას იწვევს, ხო? მაგრამ ნუ მაინც აი სადღაც ის არის, რომ აი ჩვენ ნარკომანები არ ვართ, აი ნარკომანები, მაგრამ ეს ნახეთ დაავადება დამოკიდებულებას ახასიათებს ერთ-ერთი სიმპტომი არის შედარება. აი რას ნიშნავს შედარება? ნახეთ, თუნდაც ალკოჰოლიკებზე რო თქვა. აი ალკოჰოლიკი არის, ვინც არ ვიცი, მეტროსთან დგას ხელგაწვდილი და ითხოვს არახს დილიდან არყის ფულს, ხო? და მე ვთქვათ, როდესაც ბარში ვსვავ ყოველ საღამოს, ნუ ხა ის ხო? ანუ შესაძლებელი მაქვს, ხო? იგივე არის ნარკომომხმარებლების, ხო? ნახეთ, დამხმარე თერაპია არის, ხო? იგივე ჩანაცვლებით თერაპია, რასაც ქვია, ხო? არსებობს ესეთი აზრი რომ იცით რა, აი ვინც მანდარი ის უფროა ნარკომანი, მე მაინც რაღაცა იქ არ ვიცი, სახლი არ გამიყიდი ან არ ვიცი. ხო, ნუ სტატუსი ხო, აი ამაზე არა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ხო. ანუ ეს ბაბლი სტატუსის შექმნა თვით ილუზიაში ეხმარება რომ ანუ რაღაცა ჩემი თავი მოვატყუო რომ გავაზელო მოხმარება. ხო, ისევ ეს იმ აბსტრაქციის შექმნა რომელიც შენთვის მისაღები არის. და ის ფიქცია და რაღაცა ჩვენ მიერ დაწესებული ჩარჩოები ზოგადად ყველას და ყველაფერში გვახასიათებს და მე ის ცალკე პრობლემა ამ ჩარჩოში როცა რაღაცა არ ჯდება და ასე შემდეგ და შეიძლება ეს იწოდეს პროტესტ და შემდეგ, მაგრამ ეს ძალიან მოცულობითი ფსიქოლოგიური საკითხია. მაგისთვის დრო არ გვაქვს, ხო, მაგაზე გვჭირდება დღეები რომ ვისაუბროთ. გიორგი, დაახლოებით 3 წუთი გვჭირდება ეთერის დასრულებამდე. მე მართლა ძალიან მინდოდა შენი აქ სტუმრობით დიდი მადლობა ვიღაცას ყური მოეკრა და გაეგო ეს შესაძლებლობა შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიური სიჩანცახეც კონდეს მიუხედავად ამ დამოკიდებულებებისა რაც ჩვენ ვახსენეთ რომ ამის მოსმენის მერე გაიაზროს და შეიძლება თავის თავსაც მოერიოს იმეც ვიტოვებ და ვიღაცისთვის რაღაცა მარცვალი იქნება რომ დაფიქრდეს და ასე შემდეგ და შემდეგ იმიტომ რომ მიზანი ეგ იყო ჩემი აქ ხო ყველა ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი ამ პატარა ქვეყნისთვის რა და ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ დამოკიდებულებაზე რომელიც სოციუმში ჩანს და მე ურთიერთობებში ბევრ პრობლემას იწვევს ხო იმიტომ რომ ოღონდ ის დამოკიდებულება დაიკმაყოფილდოს და სამწუხაროდ არის შემთხვევა რომ ყველაფერზე წავა ადამიანი ხო ვიღაცას აქვს კიდე მორალური ჩარჩოები ვიღაცას უჭირს და ასე შემდეგ მაგრამ ზოგადად ეს არის ის დამოკიდებულებები რაც ჩანს თორე ზოგადად დამოკიდებულებები ნახეთ იმდენია რომ ეხლა რაღაცა პირდაპირ რეკლამა არ მინდა გამომივიდეს მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ ჩვენს რეაბილიტაციო ცენტრს მომართავენ ადამიანები რომელსაც მხოლოდ ალკო ნარკო და გემბლინგში გამოვლინება აქვს უამრავი სხვა გამოვლინება აქვს ემოციები ურთიერთობები და ასე შემდეგ რომელსაც ვეხმარებით ხო ამას ცალკე პროფილი აქვს და ცალკე კონსულტანტები ყავს ცალკე სპეციალისტები ვინც აი ყველა გამოვლინება შეიძლება დავეხმაროთ
მოდი ჩვენი დიალოგი აი ამ კითხვით დავასრულოთ. დავიწყეთ იმით, რომ შენ თავად იყავი ნარკოდამოკიდებული, გაიარე გზა და რაღაცა რეაბილიტაციის შემდეგ უკვე მიხვედი იქამდე, რომ ახლა თავად ხარ საქმეში ჩართული, თან კარგად ხარ ჩახედული. კიდე აპირებ, რომ ერთი მაგისტრატურა გაიარო იმისთვის, რომ შენი ცოდნა გაიღრმავო და მიხარია. მადლობა. ასე ვთქვათ, პატივისცემა ჩემგან, წლებია გიცნობ და მიხარია, რომ გიცნობ და რომ ასეთი გარდასახვა მოახერხე, იმიტომ რომ ამით შენ მხოლოდ შენ თავს არ უშველე. სხვებისთვის მაგალითი ხარ და ჩვენი დიალოგის მიწურულს კიდევ ერთხელ გითხარი. შენ ისეთი ტიპის სარეაბილიტაციო მექანიზმებით თუ საშუალებით მოახერხე, რომ ასე გარდაქმნილი იყო შენში ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნარკოდამოკიდებულებიდან ნარკოდამოუკიდებლობამდე, როგორცაც ახლა სთავაზობ თქვენ ან სხვა ცენტრების ვებს. მე თვითონ ამ სარეაბილიტაციო ცენტრში მაქვს გავლილი 3 თვიანი კურსი, დახურულ ცენტრში 3 თვე ცხოვრობდი და შემდეგ მოხალისეთ, შემდეგ სტაჟირება და შემდეგ გავიწყე მუშაობა. და აი ერთ წუთს წავიღებ ზუსტად რა მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ გამოჯამრთელებას ასაკი არ აქვს. ანუ ნახეთ, ჩემი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფავორიტი ადამიანია, რომელიც 60 წლის ასაკში მოვიდა ჩვენთან და 10 წლეულები ქონდა მოხმარება და დღეს თითქმის 2 წელია ფხიზელია რა და არ ვიცი. ამიტომ და ვეღარ ვასწრებ, გვიანია, უკვე 30 წელია მოვიხმარ და ასე შემდგარი, ეს ყველაფერი არის თავის გამართლება. თავს ნუ გავემართლებთ. მადლობა. მოდით. თავს ნუ გავემართლებთ და როგორც საშუალება რომელიც არსებობს გამოვიყენოთ. აუცილებლად. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიოს მსმენელს, რომ ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრის გამოსავალი დღის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი სერგიას მასპინძლობდით. ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობაზე, რასაც სარეაბილიტაციო ცენტრი გულისხმობს და მოიცავს, რომელიც არაერთი მიმართულებით და კარგია რომ საქართველოში თქვენ სხვა ცენტრებიც არ ჩვენ ადრეც გქონია დიალოგი ეს როგორც საშუალება სოციუმში არსებობს და აუცილებელი. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. მადლობა. მოკლედ ახლა გახლავთ უკვე